უთხრათ, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი იუბილარია. არ მოგესმათ, ორივეს დღეს აქვს დამატების დღე. მაიკლ დუგლას დღეს 81, ხოლო კეტრინ ზეტა-ჯონს 56 წელი შეუსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ცოლქმის დაშორების შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, ისინი ახლაც ერთად არიან, ერთად ზეიმობენ დღევანდელ თარიღს. კეტრინის თქმით, მაიკლს მის ცხოვრებაში შეუცვლელი ადგილი უკავია, ჰოლივუდური სიყვარულის ყველაზე არა ჰოლივუდური ისტორია, რომელიც თითქმის 10 წელს ითქმის, ასე ახასიათებს ყველაზე ხშირად უცხოვრი მედია წყვილის ურთიერთობას. კი ბატონო, გეტყვით იმასაც, რომ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად მაიკლმა და კეტრინმა საზოგადოებას არაერთხელ დაუმტკიცა, რომ როდესაც საქმე რეალურ სიყვარულს ეხება, იქ ასაკი მხოლოდ ციფრებია. აღსანიშნავია, რომ ისინი იდეალურად ახერხებენ საქმიანი და სხვადასხვა ოჯახური ურთიერთობის დაბალანსებას. პრესასთან ურთიერთობასაც და ზოგადად პირადი სივრცის შენარჩუნებასაც. სულ ქმარს ორი საერთო შვილი ყავს, დილანი და ქერისი. კი ბატონო. აღსანიშნავია, რომ ბავშვების აღზრდა მათ ბერმუდის კუნძულებზე ჰოლივუდური ქაოსისგან შორს გადაწყვეტეს. როგორც მოგვიანებით ქერისმა გაიხსენა, დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა, რომ ცნობილი მშობლების შვილი იყო, რადგან კუნძულზე ეს არავის ადარდებდა. გამოცემა People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაიკლმა და კეტრინმა ბედნიერი ქორწინების საიდუმლო გაამხილეს, რომელიც არაფერი ისეთი, რომელიც გვინდა ჩვენს მაყურებელსაც გავუზიაროთ. როგორც ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი წყვილი ამბობს, ურთიერთობის გადარჩენა ყოველთვისაა შესაძლებელი, მთავარია ორივე მხარეს უნდოდეს ეს. მათი თქმით, როდესაც პირველ სირთულეს შეხვდებით, ოჯახი მაშინვე სანაგვეზე არ უნდა მოისროლოთ. პრობლემები ყოველთვის იქნება, თუმცა ყველაფერი უნდა გააკეთოთ და არ დათმოთ ის, რაც თქვენთვის ასეთ ძვირფასია. მე მგონია, რომ ეს ფორმულა ყველას გვაქვს, მგონია, ასე მგონია ყოველ შემთხვევაში ყველას გვაქვს ტვიში, ყველა ვფიქრობთ ამაზე. და თუ ვინმე არ ფიქრობს, მოგეცით საშუალება აგერ ჰოლივუდური ვარსკვლავი საშუალებით რომ დაფიქრდეთ. იცი რა არჩილ? არ ფიქრობს ყველა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჰოლივუდური წყვილის ყველაზე არა ჰოლივუდური ამბავი შეერქვა ამას და რატომ შეერქვა არა ჰოლივუდური კი გეცოდინება, იმიტომ ძალიან მალე შეიყრებიან და მე გაიყრებიან ხოლმე წყვილები ჰოლივუდში, ამიტომ არა ჰოლივუდური გამოუვიდათ მათ. ალბათ. მათაც. მათ. კი ბატონო. ეხლა გილოცავ კეტრინ, მაიკლ გილოცავ ძალიან გვიხარია, მე წვანე ჩავიცი სპეციალურად იმისთვის, რომ კეტრინის ფის რაღაცნაირად კი ბატონო. დიახ, იმიტომ რომ კეტრინს უყვარს წვანე ფერი და ამიტომ. ხო, და მაიკლს უყვარს პიჯაკები და შენც ამიტომ. განვიპიჯაკე თავი. ეხლა უკვე თვალი უნდა გადავალოთ. აი, კეტრინის ფერის კაბაკაც. კი ბატონო, ჩვენ მთელი დილა მიუძღვენით მათ, რა გინდა, როგორ შევძელით ყოველ შემთხვევაში. ინტერნეტ სიახლეებიც მინდა რომ გაგაცნოთ.